ოღონდ არ იჩხუბოთ ეხლა. აგენი ერთმანეთს რო ეფერები, მე მეორეს. მოდი აგე. ძალიან კეთილია. მითა თავისით მოვიდა, ხო იცი? კი არ გვიყიდია რაღაცა. მოდი. ხო, ჩხუბი გინდა? ცელქია თამაში უყვარს. წინა დღეს აუში ჩაუგდე ბავშვებს და. ხო. არა, დავკარგულ ვარ არსად. რა ვიცი, ვფიქრობ, რომ რაღაც ეტაპზე არა ის რომ რაღაცა ადამიანები საერთოდ ძალიან ვერ ვიტანდა მძულს, როცა ადამიანები აზრს იცვლიან. აზრს იცვლიან, ნუ პოლიტიკაში განსაკუთრებით და საზოგადოების დიდ ნაწილსაც ეს მიაჩნია არასერიოზულად და არც აზრი შემიცვლია, არც შეხედულება შემიცვლია, არც ზოგიერთის განსხვავებით პარტია. ხო, ეგეც. და უფრო მეტიც, მოვკიდე საქმეს ხელი, მე ვფიქრობ იმის პარალელურად, რაც ხდება პოლიტიკურ ველზე, რაღაც აქ ვნახე ცოტა, ასე ვთქვათ, შვება, საქმე, რომლითაც მე ვფიქრობ, რომ იგივე შემდგომ პოლიტიკაშიც ჩემს სიტყვას, ასე ვთქვათ, ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ჩემს გასაკეთებელ საქმეს გავაკვეთებ. ეხლა ყველაზე მეტი საბრძოლო არის ქუჩაში და გარეთ. და ამაზე გადის ბრძოლის ხაზი და ამის პარალელურად პატარა, ასე ვთქვათ, პატარა არა, კარგი მოზრდილი მეურნეობა, ისეთ გქონდა ჩემს ოჯახს და აი ერთი სიტყვით არსად არ დავკარგულ ვარ. აქ ვარ, ყოველდღიური კომუნიკაცია მაქვს ხალხთან და იმაზე მეტ ადამიანთან ვიდრე ადრე მქონდა, როცა რაც პოლიტიკურად უფრო აქტიური ვიყავი, ასე ვთქვათ და ჩემი რაღაცა პატარა მეურნეობით, იმ კონტაქტებით, სოფელში ყოფნით და არა მარტო სოფელში, მათ შორის ქალაქშიც, უფრო კარგად ვიაზრებ, რა არის მომავალში გასაკეთებელი, რა შეიძლება, რა შეცდომები დაუშვით, რა პლუსები არის, რა მინუსი არის და რისი გამოსწორება ზოგადად შეიძლება და რისი გაკეთება შეიძლება მომავალში. აი სოფლის მეურნეობის მიმართულებით როგორი უნდა იყოს, რა უნდა გაკეთდეს, ეკონომიკაში როგორ უნდა იყოს, რა უნდა გაკეთდეს. საბოლოო ჯამში ჩვენ მივალთ იქამდე, რომ მაგისი დროც მოვა, რომ ადამიანებმა პოლიტიკა აკეთოს საქმით. მე ყოველთვის ვცდილობდი, რომ რაღაცა, რა ვიცი, ჩემს ირგვლივ რაღაცა საქმე მეკეთებინა იგივე იმ პოლიტიკაშიც. ეხა უკვე აქედან გამომდინარე, ალბათ უფრო დადგება დრო, რაღაც მომენტი, როცა ადამიანების ჯგუფი, რომელსაც დღეს პასუხისგებლობა აკისრია, იგივე ოპოზიციურ ველზეც, მე არ ვამბობ ხელისუფლებაზე, არ ვლაპარაკობ, პასუხისგებლობა აკისრია, ისინიც გაიაზრებენ, ვის სჭირდებათ, როგორ სჭირდებათ, როგორი ადამიანები სჭირდებათ და ამის შემდგომ გააკეთებენ სწორ არჩევანს და საბოლოო ჯამში ჩვენ ძალიან მალე მივალთ კონკრეტულ ნაბიჯამდე, როცა ახლა ძალიან ბევრია 14 წელი. ძალიან ბევრი. მე დღეს არ მინდა რომ ბევრი ვილაპარაკო იმ პრობლემებზე, სიტყვაზე ვთქვათ, რაც გამოიწვია ამ 14 წლიანმა მმართველობამ. ხო ამბობდე რომ 9 წელი ბევრი იყო, ვეთანხმები ბევრი იყო, ბევრი რამ გაკეთდა, ბევრი რამ გასაკეთებელი დარჩა, მაგრამ ეხლა 14 წელი იმდენად დიდი არის და იმდენად ასე ვთქვათ პრობლემური არის თვითონ ხელისუფლებისთვის, რომ მე მგონი რომ რაღაცებზე უნდა იფიქრონ და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ როცა აქ სოფელში ვარ, მოსახლეობას ხვდები, ადამიანებს, მოდიან, სტუმრები, ბიჭებს, ერთად ბიჟაზეც გავდივარ ხანდახან, იშვიათად, მაგრამ ხანდახან ყველას აზრი ვიცი, რას ფიქრობ. მათ შორის იმ ადამიანების, ვინც ხელისუფლებას უჭერს მხარს. და ჩვენ გვაქვს იქ პოლემიკაც, კამათიც, საუბარიც რა, მაგრამ თავარი აზრი არის ის, რომ კიდევ ერთხელ ხაზგასმით შემიძლია ვთქვა, რომ 14 წელი არის ძალიან ბევრი. და ამ 14 წელმა მოიტანა ის, რომ იმდენად დიდი და სერიოზული შეცდომები იქნა დაშვებული, რაც მე ვფიქრობ გამოუსწორებელი არის. ეს არის ჩემი სოფელი კვირიკე. სადაც დავიბადე, გავიზარდე. ხო. და ესე იგი, მე მინდა გაჩვენოთ ახლა სად ვარ რეალურად. რომ სად ვარ და რას ვაკეთებ და ჩემი ოჯახის ერთ-ერთი ავიცი ჩვენ ციტრუსის თემა ქობულეთში ძალიან მნიშვნელოვანია.
რა ქვია, მანდარინი, კივი, პორტოხალი ამ მიმართულებით და განსაკუთრებით სოფელში, როცა გლეხი რაღაცა შრომობს და აკეთებს, მაგრამ მე გადავწყვიტე და მამაჩემმა, ჩემმა ოჯახმა ადრე გქონდა და დავიწყეთ კივის, ასე ვთქვათ, გაშენება. ჩვენ გქონდა ეს ძველი, ასე ვთქვათ, ნარგავები არის, მაგრამ ამის დამატებით დაახლოებით 1 ჰექტარზე მაქვს ახლა გაშენებული კივი. აბსოლუტურად ჩვენი ხელით. წარმოუდგენელი ამბავი არის, რომ სოფელში მუშახელი არ არსებობს. ეს არის უკიდურესად მძიმე ვითარება. მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ არსებობს ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ ახალგაზრდების დიდი ნაწილი არის სოფლიდან გასული. არა მარტო ახალგაზრდების, არის ოჯახები, სადაც, რა ვიცი, მოხუცები, ბებიები და, რა ვიცი, ბაბუები უცხოეთში არიან წასული და მე გადავწყვიტე, რომ დაუბრუნებულიყავი აქ. მე მქონდა უამრავი შემოთავაზება, მათ შორის რჩევაც იყო ვიღაცებისგან, რომ მოდი ხوار ჯობია, რომ წახვიდე უცხოეთში. რატო უნდა წავიდე უცხოეთში ახლა? როცა მე მაქვს აქ შესაძლებლობა, აქ ვაკეთო საქმე. მოკლედ ასეთი ამბავი, ბირჟაზე რაზე ვლაპარაკობთ? ბირჟაზე ვლაპარაკობთ ყველაფერზე. მათ შორის ვლაპარაკობთ იმაზეც, რომ როგორი უნდა იყოს მომავალში ხელისუფლება და როგორი უნდა იყოს და რა უნდა აკეთოს. ვლაპარაკობთ იმაზე, რომ რა შეიძლება რომ სოფელში გაკეთდეს, რა შეიძლება რომ სხვადასხვა გრანტები მოვიპოვოთ და უკვე ამ თემებზე აქტიურად მიდის რა საუბარი. ჩვენს გამოცდილებას ერთმანეთს უზიარებთ და პლუს ამას ძალიან სერიოზული პრობლემა არის მიგრაცია და სახლებს როცა ყიდიან ადამიანები. ყველაზე მეტად გული ამაზე ტკივა მოსახლეობას. მე ვფიქრობ, რომ ეს საქმე და ამ საქმეზე, ამ თემაზე მუშაობამაც მომცა კიდევ უფრო მეტი სტიმული, რომ მომავალში უფრო მეტი რამ გავაკეთო. იგივე პოლიტიკაშიც თუ გინდა, იგივე შეიძლება სხვა მიმართულებითაც, რა ვიცი, ბევრი მიმართულებით. ძალიან დიდი ცვლილებები მოხდა იგივე პოლიტიკურ ველზეც. მე ასე შევაფასებდი, არავის არ ეწყინება დარწმუნებული ვარ, მათაც ძალიან კარგად იციან, რაც არ უნდა აკრიტიკო ხელისუფლება, თუ შენ საბოლოო ჯამში გამარჯვებული არ გამოხვედი და გამარჯვებული გამოხვალ იმ შემთხვევაში, შენ თუ პოლიტიკურად სწორ ნაბიჯებს გადადგამ, შენ თუ სწორად შეაფასებ, შენ თუ ხალხის აზრს მოისმენ, სამწუხაროდ დღევანდელ რეალობაში ვხედავთ რას. ერთის მხრივ არც იმ ტელევიზიებს არ ეწყინებათ, ერთის მხრივ ტელევიზიებს, რომლებიც რაღაცა ჩართული კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლაში დამარცხდნენ და 24 საათი ვხედავ მაგათ 2012 წელს რაღაც გამარჯვების დროშით რომ მოვიდნენ და დღეს მემარწმუნებენ, რომ ამდენი ბრძოლის შემდეგ აზრი, რომელსაც არ შემიცვლია, მათგან განსხვავებით მარწმუნებენ. აი ამ იგივე ტელევიზიებიდან და მეუბნებიან, რომ იცი რა, თურმე შეცდომა გავიგეთ, გაიგო ყველამ, რაც იყო ნაციონალური მოძრაობის შეცდომაც, რაც იყო ის პრობლემაც, მაგრამ ახალი ნაბიჯი თუ არ გადაედგა, თუ კიდევ ერთხელ ვამბობ, პოლიტიკურ ველზე არ გამოჩნდა, ახალს არ ვამბობ, ძალიან ცუდად ჟღერს, პასუხისმგებლიანი ადამიანები, პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ლიდერები, პირდაპირ მნიშვნელობით. რომელიმეს ვინმე აი პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში ხედავთ, რომ ამ თვეების განმავლობაში, რომ აი შევიკრიბეთ, გავაკეთეთ ერთობა. ვზივარ აგერ სოფელში, რომელმაც პოლიტიკურ ველზე ყველაფერი ვიცი. კონკრეტულად ვის რა შეუძლია და რისი გაკეთება შეუძლია, ვზივარ და აი ველოდები, როდის შემოვლენ ჩემს, მე ვარ გლეხი. მე ვარ ჩვეულებრივი მშრომელი ადამიანი. მუშაობ რაღაცა პატარა საწარმო მაქვს, ან რაღაცა მაქვს და ველოდები რომ აი პოლიტიკოსი როდის იტყვის სწორ სიტყვას, როდის გააკეთებს სერიოზულ განცხადებას. და არა იმას, რომ 26-ში შევიკრიბოთ, დავიშალეთ, 27-ში შევიკრიბოთ, ვერ შევიკრიბეთ. ვისი ბრალია? იმის ბრალია, ნაციონალების ბრალია. მერე მოდი, არა, ნაციონალების კი არა, გირჩის ბრალია. მერე მოდი, და საბოლოო ჯამში, ბიძინა ივანიშვილის ბრალია. ბიძინა ივანიშვილის ბრალი და ქართული ოცნების რაც არის, ეს ძალიან კარგად იცის საზოგადოება და აგერ ჩემს სამეზობლოში რომ გაიარო, შეიძლება ესე პირად საუბარში ტელევიზიის კამერასთან არ თქვა, მაგრამ ყველაფერს ჩამოგითვლიან ზეპირად იცის ყველა. მაგრამ შენი პასუხისმგებლობა, ოპოზიციის პასუხისმგებლობა რაც არის. და როცა შენ ლიდერი ქვია და გარქმევს ადამიანები ლიდერს და შენ ამ პასუხისმგებლობას
არა თუ გაურბიხარ, არამედ არაჯერ რომ უნდა ასრულებ რაღაცას, არაკეთებს ისე სწორად, არ გინდა შეეკითხო ერთმანეთის კინკლაობაში, ქიშპობაში. რაღაც მომენტში ამანაც განაპირობა, რომ სიტყვაზე ვთქვათ, რაღაც მომენტში გვერდიდან შემეხედა, ასე ვთქვათ. მე აქაც შემიძლია დავამტკიცო, რომ ბევრი რაღაცის გაკეთება შეუძლებ აქედანაც და პლუს ამას ალბათ დადგება დრო, რომ სერიოზული ადამიანები მოკიდებენ სერიოზულად საქმეს ხეს და საბოლოო ჯამში ამ პოლიტიკურ ველზეც გამოიკვეთება ადამიანთა ჯგუფი, რომელიც რეალურად გამოასხივებს და მე როგორც ერთი რიგითი არც მაშინ არ ვიყავი დიდი თანამდებობებზე და რაღაცა, მე როგორც ერთი რიგითი რეზო ხარაზი, ჩემი ოჯახით, ჩემი რა ვიცი მეგობრებით და იმ ახალი ადამიანებითაც, რომლებსაც მე ყოველდღიურად ხვდები, დარწმუნებული ვარ ამ ქვეყნის საქმეს გავაკეთებ და ამ ქვეყნის საქმე მთავარი რაც არის და ყველაზე მეტად ამაზე მწყდება გული, რომ თუ რამე გაკეთებულა ირგული უკეთდება ევროკავშირის და ევროპის და ამერიკელების და ჩვენი პარტნიორების დახმარებით. და ამ დროს რა ვიცი ერთ ადგილას აი შემხვდა რომ ბანერი აი სოფელს წყალი კეთდება და არის ევროკავშირის დაფინანსებით და გერმანელები აკეთებენ ჩვენ სოფელში მათ შორის და აჭარაში რა სადმე თუ რამე წყალი კეთდება არის მაგათ დაფინანსებით და აბა მიდი და კითხე გლეხს თუ იცის რომ და სხვათა შორის ევროკავშირის ერთ-ერთ ელჩთან როცა მქონდა შეხვედრა მე მას უთხარი აბა კითხე აბა მოსახლეობამ ვინ აკეთებს გზას და წყალს გზას და წყალს უკეთებს ის კომპანია რომელიც თანხაზღებულობს იქ და არა კონკრეტული ასე ვთქვათ დამფინანსებელი რომლებიც რეალურად გვაძლევენ ჩვენ საშუალებას რომ განვითარდეს და სოფლიდან ადამიანი უწყლობის გამო და 21 საუკუნეში წარმოუდგენელი ამბავია ხო რომ წყლის გამო სოფლიდან გარბოდეს და არის მასეთი შემთხვევებიც ამიტომ აი ეს რომ ამოვწუროთ ეს თემა მე ვიტყოდი რომ არასადარ წავსულ ვარ ველოდები და დარწმუნებული ვარ გამოჩნდება სერიოზული აი კიდევ ერთი დეტალი რაც აქედან დავინახე რომ შენ ერთის ხრივ ელაპარაკებოდე ადამიანებს და თან თითს უქნევდე ესე თითის დაქნევით დღეს ვერავის ვერ შეაშინებ პირიქით ჩვენ უნდა გქონდეს პოლიტიკა და უნდა იყოს პოლიტიკა რომელიც ორიენტირებული იქნება საქმეზე და ამას უნდა სხვანაირი მიდგომა, სხვანაირი პასუხისგებლობა უნდა. ერთ-ერთმანეთში პოლიტიკურ პარტიებს და ვინც ოპოზიციურად აზროვნებს თუ ტრის საქმეს არ აკეთებს ამ შემთხვევაში მტერს ბჭყალებში მე ახლა მტერს უწოდებ მხოლოდ რუსეთს და თუ ქართული ოცნების საქმეს არ აკეთებს მაშინ უნდა დაჯდენ, დაილაპარაკონ და ყველა ერთად უნდა შეთანხმდნენ საბოლოო ჯამში რა უნდა. კრიტიკა არის ძალიან ადვილიო ამბობენ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ადამიანები, რომლებსაც შეუძლია საქმის კეთება, ისინი რო გააკრიტიკებენ ერთია და ადამიანები, რომლებიც დივიდენდებს ღებულობენ და მერე სხვა რაღაცებს აკეთებენ, იმათი კრიტიკას ქართულ ოცნებას ყოველთვის ეს სიამოვნება და ყოველთვის მოეწონება. დარწმუნებული ვარ იმ ბრძოლას, რომ ჩვენი შვილმა უნდა ისწავლოს ევროკავშირში და ევროკავშირის რომელიმე კარგ ქვეყანაში. უნდა მქონდეს მე საშუალება, რომ კივს მე ხა მაგალითები საიდან მომაქვს, ხო? კივის რომ მომყავს მე მთავარი ჩემი ამოცანა არის რომ გავიდე ევროკავშირის ბაზარზე და სერტიფიკატი ავიღო და ამისთვის უკვე დაწყებული მაქვს სამუშაოები. ჩემთვის მნიშვნელოვანია მე დოვლად შევქმნი და მე გავაკეთებ იმას რომ იმის ამ დოვლათის პარალელურად ჩემთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის ბაზარი. საერთოდ არ მე ახლა სხვათა შორის ციტრუსიც, ყველაფერი, სადმე თუ კარგი პროგრამა, სადმე თუ კარგი პროექტი ამ წლების განმავლობაში, ყველაფერი არის ევროკავშირის და ამ ჩვენი მეგობრების დაფინანსება. ავიღე სესხი გავაკეთეთ და დავიწყე აი ამ საქმის კეთება. თავარი რაც არის და რაც არის ჩემი მიზანი, რომ ის რო ოჯახს დამატებითი შემოსავალი უნდა გქონდეს და მეორე რომ ამით მინდა ვაჩვენო ყველას, რომ შეიძლება ამ ქვეყანაში დარჩენაც, ბრძოლაც და საქმის კეთებაც. თუ შენ მოინდომებ და თუ შენ ამას გააკეთე, თუ იქნები პრინციპული. ამის გაკეთება შესაძლებელი არის. დიახ, როცა სესხს ვაკეთებდი პარალელურ რეჟიმში მოვიკვლია ინფორმაცია და ძალიან ბევრ დიდ კომპანიას აქვს აგრო დაფინანსებით მიღებული და მათ შორის პარლამენტარებს, ხილ ბიზნესებს და სინჯე, ცადე და კი დავადასტურე, აუდიტის დასკვნას ჩავაბარე, აი ყველა დოკუმენტი მოვაგროვე, ყველაფერი გავაკეთე, რომ დავამტკიცე, რომ მე რასაც ვაკეთებ
და დიახ, ის ბიუჯეტით ფულიც არის ჩემი ფული. და სულ ამას ვდაობდი საკრებულოშიც, ალბათ ჩხუბობდი და ყველგან, რომ ის ბიუჯეტი არის ჩვენი ხალხის. ადამიანი არ არის ერთი ვიღაცა დაუშვათ პარლამენტარის და მისი ოჯახის კეთილდღეობის, ან კიდევ ვიღაცა ჩინოვნიკის. და სხვათა შორის დაბალ რგოლს ჩვენ ყველა პირველ რიგში პოლიტიკოსებმა უნდა ელაპარაკოს იმ დაბალ რგოლს, რომელიც სხვადასხვა სამსახურებში მართლა კეთილსინდისიერად ასრულებენ ბევრი საკუთარ მოვალეობას. ჩემს პარტიაზეც ვიტყვი, რომ ეს იყო მთავარი იმედგაცრუება. მე პირადად არ მაინტერესებს ვინ საწავა, ვინ თავმჯდომარე, რა თავმჯდომარე, რა სისულელებზე ამაზე დროს უბრალოდ არ უნდა ხარჯავდნენ და ეგ არის რა. და ამაზე მწყდება მე გული, იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც და უამრავი ადამიანი, რომელიც გვერდში დგას და უამრავი ადამიანი, იქ მეორე მხრიდან კიდევ მოჩენილი ვიღაც ტიპები, ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსები, რომ აი არა კაცო წარსული თითეული ადამიანის პოტენციალი, შრომა, ენერგია არის გამოსაყენებელი. თუ შენ ბრძოლა გინდა, თუ ახლა მიადგები და მარტო გინება იცი და აგინებ ხელისუფლებას, მაშინ არაფერი არ გამოვა, იმიტომ გინება დღეს არავის აღარ მოწონს და არავის არ მოწონდა არც ადრეც. კიდევ ერთხელ ვამბობ, მთავარი პრობლემა და მთავარი რაც არის ოპოზიციურ სპექტრში, უნდა ჩამოყალიბდნენ რა უნდათ. იმიტომ რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მაგათ ელოდებათ, რომ გადაწყვეტილება მიიღონ და სწორი ნაბიჯები გადადგან და სწორად განსაზღვრონ. საერთოდ არც ყრილობა მაინტერესებს, არც არაფერი არ მაინტერესებს საქმე. კონკრეტულ ოჯახში მისვლა, კონკრეტულ ადამიანებთან ვინ დაელაპარაკება, როგორ დაელაპარაკება, რას გააკეთებენ. აი ჩემნაირად რო შრომობს ადამიანი, აი და ჩემზე უფრო მეც რო აკეთებს, აი იმ ადამიანთან რომ მივლენ და დაელაპარაკებიან, ეგ მაინტერესებს. და არა ის რომ ვიღაცამ რაღაცა თანამდებობა დაიკავა, ვიღაცას და ტელეეთერებში, სტუდიებში გამოჭედილი, აი კონდიციონერიან ოთახებში ზიან. ეგ არ არის საქმე. და ჩვენ მე პირადად იმ ბიჭებთან და გოგონებთან ერთად რომელთანაც მუშაობდი, აი ეგ საქმე არ გვიკეთებია. და ბევრი ადამიანის პოტენციალი გამოსაყენებელია. მათ შორის კიდევ ერთხელ ხას უსვამ, ახალგაზრდები ხო კი, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ესე ჩემსავით წამოვიდნენ სოფლებში ზიან და რა ვიცი, შრომა და პარალელურად ბრძოლა. ეგ იქნება მთავარი ამოცანა. ჩვენთვის, თითოეული ჩვენთაგანისთვის და ამით მოუგებთ ჩვენ ახლა რა ვიცი, სხვა ფინანსურებით ვერ მოუგებ ივანიშვილს და ეხა ივანიშვილზე მეტი ფული აქვს ვიღაცებს ქართულ ოცნებაში უკვე მისი დამსახურებით და შეიძლება ნებისმიერ დროს მას მოუტრიალდეს ეგ ყველაფერი და ამიტომ მიდის პრაქტიკულად ხელისუფლება იგდია შარაზე, გზაზე არ არსებობს ადამიანების ჯგუფი, რომელსაც მოგდებული აქვთ სადავეები და არსებობს ადამიანები, რომლებიც ამას იყენებენ უფრო მეტად სიბოროტისთვის. ჩვენი არის ეს ქვეყანა და ეს ქვეყანა უნდა იყოს ევროკავშირში, ეს ქვეყანა უნდა იყოს წარმატებული ქვეყანა, ამ ქვეყანას აქვს პოტენციალი. ამ ქვეყანაში არიან მშრომელი ადამიანები და ამ ქვეყნიდან აი ამ სოფლიდან როგორ შეიძლება ბათუმში, ამ ქობულეთში ადამიანი იყოს ღარიბი. აი რომ წარმოუდგენელი ამბავია. არ შეიძლება რომ წარსულში იშვირო სულ ხელი და შენ იძახო რომ აი ის და შენ ღარიბი მოსახლეობა პრაქტიკულად სოფელში მუშახელს ვერ ნახავ ნორმალურს.